გამარჯობა მეგობრებო, ძალიან მეჩქარება, უთხროდ მოგავიდე, უბრალოდ მოგესალმებით ჩემს vlog-ში და ახლა შეგერთებით ერთ-ერთი კონცერტიდან, რომელზეც მივდივართ. Hi მეგობრებო, გუშინ აღარ ჩავწერე ვიდეო, რომ მოვედი, ძალიან დაღლილი ვიყავ რაღაცნაირად და აღარ მქონდა ენერგია აღარაფრის. ძალიან კარგი იყო, ძალიან მომეწონა.
არის აი ლაივში მოსმენა იყო რაღაც სასწაული მოკეთ მოკვლაფრის ძალიან მაგარი იყო მართლა ვიდეოებს რაღაცებს რაც გადავიღეთ შევსვავ და ხო რა მოკეთ ძალიან ყოფილი ვარ ახლა უნდა ჩავიდე მაღაზიაში დღეს არის პარასკევი მაღაზიაში უნდა ჩავიდე და უნდა ვიყიდო რაღაცები იმიტომ რომ შემდეგი 2 დღე ან 3 დღე გარეთკაცლა აღარ მომიწიოს დღეს ძალიან დაღლილი ვარ დიდი ალბათობით ბევრს ვარაფერს ვერ ვისწავლი იმიტომ რომ რაღაცა ცუდად ვარ თითქოს გუშინ სიცხე მქონდა სხვათა შორის ოღონდ გაცებული და რაღაც არ ვარ უბრალოდ სიცხე მქონდა და ზოგადად ნერვულობაზეც ვიცი ხოლმე ეს და მთელი გამოცდების პერიოდში ყოველთვის მაქვს 27 სიცხე მაგრამ ახლა არ ვიცი მაგის სიფრალი იყო თუ რაღაც მაგრამ თან 27 და 5 ხაზი თუ 6 ხაზი მქონდა ცოტა ხანში ვფიქრობ რომ გავიზომო კიდე და მოკეთ მაღაზიაში უნდა ჩავიდე და ძალიან მეზარება იმენ მე სიკვდილება როგორ ვერ აღიხსნით მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ამიტომ ახლა ავდგები ნუ ამდგარ ვერს მე გავიზოდები და ჩავალ და მე ჩაგერთობით მოკეთ გაიწვევს მეოქს ხოლგა და წავედი და ძალიან მეზარება რა მე რა უშავს ორ ნაბიჯზე მოქვს რეალურად სულ მოკეთ ახლა ვჭამე ახლა ოთახი უნდა დავალაგო უნდა მივალაგო საწოლი უნდა დავალაგო და რაღაცა და ნუ მე უნდა დავიწყო სწავლა ისე მეზარება ისე მესიკვდილება ვერც კი აღგიწერთ მაგრამ როგორღაც უნდა შემოვუწახო ჩემთვის არ მაინტერესებს სიცხე მაქვს ისევ და ძალიან ცუდად ვარ ანუ იმ მკვდარივით ვარა მძინავს ნახევრად მაგრამ თან ვსწავლობ და მაგრამ მშია ყველანაირი mental breakdown-ი რაც არსებობს ყველა ვარიაციაში მქონდა და ანუ არ ვაძლევ შემთხვევას იმის უფლებას რომ კიდე მქონდეს ანუ ძლივს მიჭირავს აი შფოთვაის ხელთ მიჭირავს ძალიან ცუდად ვარ მართლა მაგრამ წყალს ვბერს რომ ჩაიტანოს, მაგრამ არ ჩაკ. ახლა არის კვირა. ზეგ მოქვს გამოცდა. გონია რომ არაფერი არ ვიცი საერთოდ. და ხამეა. 9 საათია. უბრალოდ აქ გვიან ღამდება. თან დაღლილი ვარ. და ერთადერთი რაც ვფიქრობ ეს არის ის რომ 39 დღეში მოვდივარ მანდ. ძალიან ხარია. ხამაქვს გამოცდა და ყველაფერი კიდია. ხამაქვს გამოცდა ხო. ანუ სანამ საქართველოსთან წამოვიდოდი ჯერ კიდე მაშინ ვფიქრობდი რომ მეთქი გამოცდების პერიოდში ალბათ როგორ შემეშინდება და როგორ დამერხელა მეთქი, მაგრამ აი ზუსტად მაგ სიმღერაში რო არის რომ ხალხს გამოცდა და ყველაფერი მკიდია, აი ზუსტად ეგ გრძნობა მაქვს აი ამ წამებში და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ანუ რატო არა? ანუ ძალიან მაგარია.
ძალიან მიხარია. აი ესეთი ცვალებადი ხასიათი მაქვს მე ზოგადად. გუშინ იყო რამის თავი მოვიკალი გამოცდების გამო და დღეს ხოლ გამოცდა მაქვს და მაგარ მკიდია. ანუ ძალიან მკიდია. ანუ მართლა მკიდია. და ძალიან თავისუფლად გქონდა მე ხა თავს. არ ვიცი საიდან რანაირად რა მოვიდა ესეთი დედაჩემა რა ილოცა დედა რა ილოცა ესეთი არ ვიცი მაგრამ ისინი ჩვენს სიგნებს ძალიან ძვირად ყიდიან მე როგორ არის მე ვიცი არა no ძალიან ძვირად ყიდიან ორი წუთით მე გადავლახავ ზღვარს იმედია მოკლედ დღეს არის ის პირველი დღე როცა გამოცდები მაქვს ახლა არის 7 საათი 7 საათია ზუსტად და მე გავუყურე უკვე ხანია მომზადები უნდა წავიდე და ძალიან მეძინება გუშინ გვიან ჩამეძინა ძალიან არა და ადრე დავწექი ძალიან ადრე ვწვევი ეს დღეები აი ძალიან ადრე რა რომ დამეძინოს იმიტომ რომ ძალიან დილით ვიღვიძებ ხოლმე ყოველდღე და გამოძინებაც რომ მოვასწრო მაგრამ ჩაძინების მომენტი ძალიან მიჯერს შფოთვის გამო და აი ამ მეზობლის გამო რომელმაც იმენა აი აღარ შემიძლია ხალხო ანუ ყოველ დღე ისე ანუ ღამის 12 საათზე ახსენდება რომ რაღაცები გადაადგილოს და მთელი ღამე ისმის დრუ ანუ აქეთ იქით რომ გადააქეს რაღაცები რა ხარ ეს მიახოხებს იქ ხარ ეს მოახოხებს აქ და აი ისეთი შეჭმული ვარ უკვე ამის ხელში რომ ანუ დაჟე იმ მომენტში ვფიქრობდი გუშინ ღამე რომ ხო არავითარ მეთქი და იმენა მაგრად გავლანძღო რა აი მაგრად გავლანძღო მაგრამ ძალიან დამეზარა აი ადგომა ძალიან დამეზარა მაგრამ ამ დღეებში უეჭველი გავლანძღო просто აი ხანია ვემუქრები და ველოდები რა აი როდის ამომასხავს და აი მეტი არ მინდა არ ამომასხას მაგრამ უეჭველი ვიცი რომ ამომასხავს იმიტომ რომ ძალიან დამღავამდე აი ძალიან ვინ არის აზრზე არ ვარ ხალია გოგოა ვინ არის ვინ ჩემ ფეხებია აზრზე არ ვარ მაგრამ ვინც არ უნდა იყოს მაგარი მკიდია იმიტომ რომ გაღუნა ტვინი უკვე აღარ შემიძლია ნუ მოკლედ მეგობრებო მოვედით უკვე აი ფეხები უკან გუჩება და რა ვიცი აბა ჩვენ წარმატებული გვესურვებთ 20 წუთში იწყება გამოცდა მგონი ნუ ცოტა უფრო ნაკლები და აი მე ანუ აი მერტო ხომით აპრიჯოს გადავიწევ თორე მე შემთხვევა მერტო ხოჭი ხო მოკლედ ხა გამოვედით რა მინდა რომ მე და ნუცამ ერთად აი მე იტყვით რომ ძალიან ის ვარ მიკერძოებული და აი ნუცაც გვერდზე მყავს და მე მოკლედ ობიექტურად შევაფასოთ მოკლედ სიტუაცია. მოკლედ ესე იგი რაც დაიწყო რომ მივედით ჯერ, ანუ სადაც გვინდოდა იქ უნდა დამჟარუყავით, ანუ თესავში გვაქვს ხოლმე გამზადებული ცხრილები რა. ხო და იქ გვაქვს ადგილები და რამე თავისი ვარიანტებით ისა ეს აი ძალიან ბიუროკრატია რო არა. და აქ მივედით სადაც გინდა დაჯექით და ვეპერტყეთ და ეს ჩანთები რა დავყარეთ ძირს. იმიტომ უნდა სამალე Hadi kafa. Siz ganmavani. Siz sadar bize ხანა მაგდა ნუ დავყარეთ ძირს რა ანუ არ ეგეც კი არ იყო მოწესრიგებული აქ ძალიან არ მომეწონს ფოტოშორის იმიტომ რომ ანუ ამათ არ აქვს მაგაზე პრობლემა რომ ძირს დაყარონ რა ეს თავისი ტანსაც მერდა რაღაც მაგრამ რა მე არ მინდოდა რომ ძირს ამედო მე სხვა გზა არ მქონდა რა ხო ეხა კიდე არ მომეწონა ანუ საროგორც ვიჯექით ეგ არ მომეწონა ძალიან რა ვიღაც რომ მორჩებოდა რა რომ გამოვდიოდით მე ანუ უნდა ამდგარ ვიყავით ჩვენც უნდა გამოსულიყავით რომ ვიღაცები გაგვეტარებინა და ეგ ისეთი ანუ ისე არაკომფორტული იყო რა რაღაცას რო წერ და უცბად უნდა ადგე რომ ვიღაც გაატარო რა ხო და ეგ ძალიან დებილობა იყო ეგ ძალიან არ მომეწონა რა ხან მაგიდებთან არ ვისხედით ფაქტობრივად ხო მაგიდებთან არ ვისხედით და იცით რა საიზღარი რაღაც აი რავი რაღაცნაირი აი
მატარებლებში როა ხოლმე ხო იცით ესე რომ უნდა გადმოწიოთ და სკამი რო ისხდება რა ქვია მაგიდა რო ხდება უსმო და რაღაცა ეგეთი იმაში ვიყავით და მაგრამ თვითონ აუდიტორია იყო ძალიან დიდი აი ძალიან დიდი აუდიტორია იყო და ნუ ის ვაიბი კი ქონდა რომ გამოცდას წერდით რა ხო აი ჩვენთან ეხათ ესე უშირო ძალიან დიდი რაღაცა უბედური ისინი აი ეგეთი იყო ვანდობ რომ ისეთი დახვეწილდა რაღაც აი სტატისტიკაზე ლექციასაც აი ხო სტატისტიკის ლექციასაც გიტარდებოდა ზუსტად ეგ იყო კი რავი კიდე რას დამატებდით თქვენ ეს სიტყვით ჩემს ვლოგს რა სიტყვით ჩემს ვლოგს რა სიტყვით ის ძალიან გაიყო სხვა შორის პროექტორით ჩართეს მე საათი ეგ არ მომწონდა და ხანდრო საკონტროლებდე რაც არ მომწონდა ის იყო რომ 45 წუთი იყო მინიმალური და როცა შეგეძლო გამოცდის დაწერა და ხალხი 45 წუთის მერე რომ ადგა აღარ გაჩერებულა მომავალი 1 საათი ან რავი საათს ნახევარი და ამათ ხმაური რო გადიოდნენ და რაღაც ეგ იყო ძალიან ხელშეუხებელი კი ზუსტად და ერთ სიტყვა კიდე რომ აი თესაუში მაგალითად რა ეხლა ჩვენ რო გამოსდებს წერთ ხოლმე და რაღაცა ეგეც ძალიან ისე არის რომ ერთმანეთთანაც ანუ კი ხანდახან ლაპარაკობენ ხოლმე ნუ გააჩნია დამკურებელს რა მაგრამ უმეტესად არის ხოლმე ძალიან სიწყნარი და მაგას აკონტროლებენ რომ აი ეს გასვლა გამოსვლა ძალიან წყნარად იყოს რა და ეგ ბავშვები მე ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ისა ესა და აი მართლა ძალიან ხო კარი ძღია ქონათ და აი რავი ხა ეგეთი რაღაცა აი ეგეთი ანუ არა დისკომფორტი ძალიან იშვიათად მიგრძნია იქ რა და აქ იმენა ქაოსი იყო რა აი ძალიან ქაოსი იყო და ეგ მეც არ მომეწონა სხვათა შორის ეგ მინდა რომ მეთქვა კი აუ კიდე რა მე მშვიდი ვაიბები მქონდა რა ხო კი ძალიან ესეთი ტირანული ზუსტად ანუ არავის არ გამოუხედავს ჩემკენ მაგალითად აი იქნებ ვიწერდი ან ტელეფონი მქონდა აი არავის არ შემოწმები არც ტელეფონი ან ის რომ მაგალითად მე და ნუცას რო გადაგვილაპარაკებ ხა ეგ არ გვიქნია რა თქმა უნდა მაგრამ ეს გაიგებდნენ აი ვაფშე ვერ გაიგებდნენ რა ანუ თავისთვის იყვნენ ისინი ანუ დამკვირვებლების პონჩი მაგრამ ვაფშე არ გვაკვირდებოდნენ რა ხო და ეგ ძალიან უცნაური იყო რავი ჩვენ თესაუში ბოტასაც რო ვარ მიჩვეული რომ დაგადგება იმენა და რასაკაი და გოგო რასწორი იმენა რავი აბა გადაიწია ხო ეგ ჩემი თავარი პრობლემა რა ყურები მანახე მინი რა მე არ მიყრია ყურში ხო და რავი რა მოკედ რავი საბოლოო ჯამში ან ძალიან კოზი სიტუაცია იყო ხო ცოტა ქაოტური რა და ნუ ეს ხალხი როგორ მორჩა ხალხო ეგრე მალე არ ვიცი ჩვენ მგონი ბოლოები გამოვედით იმენა ძალიან ცოტა იყო და ანუ ხალხი ისე მალე გავიდა ისე მალე რომ ანუ მე რო ჯერ პირველ საკითხს წერდი მარტო პირველ თემას რო წერდი ანუ ხალხი უკვე გარბოდა რავი მე რო რაღაცა შავფიცელზე დავწერე ნახევარი და მე ცოტა გადაწერა დავიწყე პირველი კითხვის და პირველი თემის მაგ დროს დაიწყეს გასვლა და ცოტა ერორი მქონდა რომ ანუ მაგვიანდა ზუსტად 1 საათი არის ხო არც იყო 1 საათი ზუსტად კაი ახლა ვერ წუთით ხო თვითონ რაც მინდოდა მეთქვა ეს არიციან ჩემმა მაყურებლებმა ნუცა და უნდა გავაჟღერო რა მოკლედ ეს საგანი არის მაგისტრატების საგანი ზოგადად ჩვენ ხო ყველა საგანი მაგისტრებთან ერთად ვართ და გამოვიდა ეს ჩვენი ლექტორი რომ გილოცავთო ბოლოს სარიო თქვენთვისო თეზისისო და რაღაცა ამ დროს ჩვენ უყურებთ ერთმანეთს და თეზისი მესამე კურსის სტუდენტები პირველი გამოცდა ვწერეთ აი არ ვიცი არ მე ცოტა ის არის რა ხო და იცით რა მომენტი გვაქვს ახლა მე და ნუცას რომ აი ცოტა ანუ არ არის თანაბარი სიტუაცია რა ჩვენთვის ჩვენ მესამე კურსელები რაღაცა საქართველოსდან ჩამოსულები და აქ რაღაც ხალხი მაგისტრანტები არიან და იმათაც ეგრე ხო ეს საგანი შრომა გვაქვს გავლილი მართლა და აქ რაღაცები გაგებული რა და ანუ ცოტა არათანაბარი სიტუაციაა ჩემი აზრით რა აღნიშნოთ რომ აქ ვაბარებენ ეგრევე აბარებენ კონკრეტულ მიმართულებაზე ხო და ჩვენ ზოგადად ფსიქოლოგიაზე ვაბარებენ ზოგადად საქმეს სწავლობენ საქმეზე და ვინც ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაზე ჩააბარა ისინი არიან კი ხო და ახლა მაგათი მთელი ბაკალავრის სოდნა და მაგისტრატურის სოდნა ჩვენი სამი კურსის ერთი შრომით ხო ცოტა ძალიან არათანაბარია და კი და ცუდი შეგრძნება ცუდია კი იმიტომ რომ ხა თან ისიც გაითვალისწინეთ რომ ნუ სამოყვებოდა გუშინ რომ თურმე ანუ საიტზე უწერია გენდის უნივერსიტეტს რომ ანუ 20 ბალიანი სისტემა არის ხო რა აქ და ანუ 18-დან 20-მდე არის exceptional რა ანუ გამონაკლისი არის რომ ვინმე მაიღოს ანუ ძალიან იშვიათად ხდება ეგ რა ანუ არ წერენ ეგეთ მაღალ ქულებს და ანუ 18 და 19 და 20 თუ ეგეთი exceptional არის და რაღაცა აუ რავი ჩვენ რა უნდა ავიღოთ მაშინ ვერ ხვდები ხო, ისინი თუნდაც სხვათა შორის ქულების განაწილება. წინა გამოცდების მიხედვით. ხო და სხვათა შორის 20 ქულები ძალიან დაბალ პროცენტულ მაჩვენებს.
ალბათ თითოეულ ადამიანს აქვს ეგრე მაქსიმალური ფულები აღებული რა. და ძირითადად არც ანუ 17-ზე მეტი ფულა ბევრ საგანში საერთოდ არც წერია. აჰა. რა ვიცი, საქართველოში ვართ უბრალოდ ჩექეულდი ხოსეში. კი. ასიდან ასე. კი, აი თესაუში მართლა ზუსტად ჩვენ მართლა ეგრე ვართ რა უკვე რომ აი რავი, აი 100-დან 100-ები და მართლა მაქსიმალურები და აქ ძალიან დარტყმა იქნება ჩვენთვის ეგ მენტალური, მაგრამ ნუ ჩვენ ახლა გზაშიც ვლაპარაკობდით რომ მაგას უნდა შევეჩვიოთ, რომ ახლა ჯერ ერთი რომ ჩვენი ენა არ არის პირველი, ეს უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად რა, ახლა ინგლისური არ არის ჩვენი პირველი ენა და ისედაც რთული არის ახლა რა, მაგ მხრივ აზროვნება და რაღაც, მაგრამ ისედაც ანუ სისტემაც ეგეთი არის, რომ ანუ ჩვენთან რო ეგრევე 100-დან 100 და რაღაცა იგიწერენ, ანუ ხო, აი აქ არ არის რა ეგრე მოკლედ ანუ და ზოგადად ეს მარტო აგენტის ამბავი არ არის ანუ მთელ ევროპაში ეგ არის რა იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში და ნუ ყველგან ეგ სიტუაცია არის რა ამიტომ ესეც მინდოდა რომ მეთქვა ხო რა მოკლედ სხვა არ ვიცი რაღაც რა იქნება თავია ჩავაბაროთ და რა მგონი ამ საგანს ჩავაბარებთ იმიტომ რომ ნუ ანუ პრაქტიკული ნაწილიც დაწერილი გვაქვს კი არა და გაკეთებული გვაქვს პრაქტიკული ნაწილიც ანუ დიდი დავალება ძალიან რომელზეც ვიწვალეთ და ხო ესეა და რა ვიცი რა ძალიან ცოტა ადამიანი იყო ჩაჭრილი რა მგონი არც ყოფილა ხო მგონი არც ყოფილა მას ჩაჭრილი რა რატომ ჩავიჭრათ ხო ნუ 5 კრედიტი გვაქვს ნუ გარანტირებული მომენტ რა ებზოფიქრობ ანუ რა ებზოფიქრობთ კაი ხო მე რაღაც ორგანიზაციულ ქცევად დაგვიკონვერტ ხო რა რაღაცაზე დაგვიკონვერტინეთ და რავი რა ქაბატონო თამარა ხო ლილი და თამარა გთხოვთ ხო შეგვიცოდეთ ნახეთ რამდენ სწავლობ თქვენგან საგანი არა ბაღები ბოლოს ამის კარგით მეგობრებო ხა ჩვენ წავალთ და შემდეგი გამოსდა პარასკევს იეი შაბათს არის? ვაიმე შაბათს ვარი, კაია, ქალო. მე პარასკევი მეგონა და მეთქი ის არის, რა ქვია, 2 დღე მაქვს მოსამზად. ანუ მიგულავია ხალხო. გოგო ხო, მგონი. შაბათია, პარასკევი მეგონა. ჩემპიონთა ლიგა და ფეხბურთის მოყვარულები დაუკავშირდით ნუცას და ელაპარაკეთ. კაი, აბა, წავედი. მოკლედ მეგობრებო, ერთი თავი ვისწავლე და ჩაისვავ და რაღაცნაირად მინდია. წვიმს. ძალიან წვიმს და ნაი ძალიან. ხო და მეორეც მქონდა გეგმაში და ვნახოთ აბა 17 გვერდია და იმედია მოვასწრებ რა იმედია დავიწყებ ზოგადად თორემ მოსწრებით მოვასწრებ. დღეს არის 28, ახლა არის 3:25 წუთი. 8 საათიდან ვზივარ. არ გავჩერებულ ვარ. საჭმელად გავჩერდი ერთხელ მარტო. და ასე თუ ისე რაღაცები ვისწავლე. თითქმის მორჩი ეს ამ ერთ საგანს ოღონდ მორჩი უბრალოდ სწავლას და ჩემთვის სწავლა და ცოდნა განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ სწავლა არის რაღაცას უბრალოდ იმ მომენტში რომ გახსოვს და გგონია რომ იცი და ცოდნა არის რომ ანუ აზრობრივად რო გაქვს დაწყობილი ყველაფერი ერთმანეთთან რა ანუ ლოგიკურ ბმაში რო გაქვს დაწყობილი და რომ იცი რომ აი ეს არის ეს არის ეს და ანუ არ გჭირდება ამაზე ფიქრი რა ამიტომ ახლა გადავდივართ ცოდნის პროცესზე და ყველაფერი ანუ ახლიდან უნდა დავიწყო რა თქმა უნდა და ანუ ახლიდან უნდა დავიწყო სწავლა ამ ყველაფრის და განმტკიცება. ამისთვის მაქვს 2 დღე. მაგრამ ეს 2 დღე სრულად ამ საგანს ვერ დაეთმობა, იმიტომ რომ მაქვს კიდე 2 საგანი ძალიან მალევე. ზედიზედ. ამიტომ ხვალ რაღაცნაირად არ მაინტერესებს როგორ, არ მაინტერესებს არც ჩემი გრძნობები, არც ჩემი განცდები, არც ჩემი მენტალური ჯანმრთელობა, არც ფიზიკური ჯანმრთელობა, ხვალ რაღაცნაირად ნახევარი ნაწილი უნდა მოვრჩე იმ ერთი საგნის. რომელიც არ დამიწყე ჯერ. აი მეღვართ ჩემო. რა თქმა უნდა ფიქრიც უდად ხდის, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ჯერამე ამის. განადალი გეგმა რაც არის ის რომ ეს 11 თავი რაც არის ამ საგანში, ნუ რეალურად 11 თავი არ არის, ანუ იცით როგორ არის, ნუ 10 თავი არის რა რეალურად სასწავლი, იმენა სასწავლი არის 10 თავი.
ეს 10 თავი რაც მაქვს, ამ 10 თავის ყველა ბულეტი უნდა გავაკეთო, ანუ უნდა გამოვიტანო ის ძირითადი იდეები და ძირითადი აზრები და ვეცადო, რომ ყველა თავი ერთმანეთს დავუკავშირო რა. ამას ვაკეთებ ხოლმე საქართველოშიც და აქაც ვაკეთებ რა. და ზოგადად ანუ მე ვფიქრობ, რომ აი თუ გინდა რომ შენ ცოდნაში დარწმუნებული იყო რა და მართლა კარგი პროფესიონალი იყო ნებისმიერ საქმეში არ აქვს მნიშვნელობა, უნივერსიტეტის მასალა, ვითომ ამბობენ რომ არ არის მნიშვნელოვანი და ბევრ უაზრობას ვსწავლობთ, მაგრამ მე ჩემ ფაკულტეტზე ამას ვერ ვიტყვი. ანუ ყველანაირი ცოდნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი წყარო არის რაღაცა ძალიან დიდი ცოდნის რა. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ არა რაღაც უბრალოდ ვისწავლო, იმიტომ რომ გამოცდისთვის ვიცოდე და გამოცდამდე მივიტანო ცოდნა, არამედ ანუ აი წლები რო გავა გამახსენდეს რაღაცა მინიმალური ცოდნა მაინც რა და რაღაცა მქონდეს რა. ხო და მაგას საკმაოდ ბევრი მეცადინეობა და ბევრი შრომა ჭირდება და ბევრი მოთმინება ჭირდება რა, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად მივხვდეთ იმისა, რომ ასე თუ ისე ყველა თავში რა ხდება აზრზე ვარ და რაღაცა, ანუ ეს არ არის შემთხვევით საკმარისი რა, ანუ ეხლა უნდა ჩაუждე ახლიდან და ახლიდან უნდა ყველა დეტალი ახლიდან უნდა გავიარო რა, იმიტომ რომ მე ზოგადად ძალიან უყვარს ხოლმე დეტალებში კირკიტი რა. ამას ძალიან დიდი რომი აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას უფრო კარგი შედეგი აქვს ხოლმე ჩემ თავთან, ანუ უფრო კარგად გრძნობ ამ დროს თავს, ვიდრე ის რომ უბრალოდ რაღაცა გაგების დონეზე ვიცი რა არის, მაგრამ ვერ გადმოვცემ რა. ხო და მაგიტომ ახლა უნდა ვიმუშაო დღეს მთელი დღე, ანუ ალბათ 9-დან 10 საათამდე მომიწევს კიდევ, ყოფნა დაახლოებით კიდე 7 საათი. იმაზე მუშაობა მომიწევს, რომ აი ეს ცოდნა რაც მივიღე ამ საგნიდან, აი ახლა უკვე გახდეს რაღაცა ერთი ცოდნა რა და ანუ ინტეგრაცია მოვახდინო ამ ყველა პატარ-პატარა დანაწევრებული თავების ერთმანეთთან და შეჯამება და ანუ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება, როგორც უკვე თქვი და ანუ რაღაცა იდეის ჩადება რა. და ყველას გირჩევთ ამის გაკეთებას. ანუ არ ვიცი თქვენ რა დასწავლობთ და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის უნივერსიტეტის ცოდნა რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მგონია რომ რახან რაღაც კონკრეტულ საგანს გასწავლიან, რაღაც აზრი აუცილებლად იქნება რა. უბრალოდ ხანდახან აზრს ვერ ვხედავთ ხოლმე და არც ვეძიებით ამ აზრს და ვამბობთ, რომ აი უნივერსიტეტში ძალიან ბევრ სისულელეს გვასწავლიან რა. მაგრამ რეალურად, ანუ არ მგონია რომ სილაბუსებს ისე ადგენდნენ და პროგრამები ისე გებოდეს ჩვენთანაც უნივერსიტეტში, რომ რაღაც უაზროდ იყოს ჩადყრილი საგნები რა. არ ვიცი. ამიტომ ხო რა, უკეთ ეს მინდოდა რომ მეთქვა. ახლა წავალ, ცოტა ხანი სიმღერას მოვუსმენ. ჩაის დავლევ მეორედ დღეს უკვე და გავაგრძელებ სწავლას. დღეს არის 29 მაისი. და დღეს ძალიან სასწაულ რაღაც გადავხდა და ახლა უნდა მოვიყვეთ და მე როცა მოვიყვებით რა ეტაპზე ვარ და მე უნდა გავქრიე, იმიტომ რომ ძალიან მიჩქარება. მოგა დღეს ვიყავი მაღაზიაში რა, იმიტომ რომ პური და რამე ტკბილი მინდა და ძალიან რა. ხო და მაღაზიაში რომ შევედი, ანუ დავუარე რა, ესე თქვა ერთი კუგი მოვარტყი რა მაღაზიას და ნუ ერთი ტიპი შევამჩნია რომ იყო რა, მაგრამ ნუ ახლა რა თქმა უნდა არაფერი არ მიგრძნია რა, საერთოდ თან ტელეფონზე ლაპარაკობდი და ნუ მე მოვიდა რა, ანუ იმენ ახლოს მოვიდა და რაღაც და შავკანიანი იყო საკმაოდ დიდი რა და ანუ ხაზო ძალიან ნაცნობი სახე გაქვს რა და მეთქი რავი აბა არ ვიცი მეთქი რა. ხო და მე მაგაზე მითხრა რა, ვარაო ძალიან მეცნობიო რა. ხო და ათლეტი ან სპორტსმენი ხო არ ხარო? მეთქი რავი ძმა შემოვხედე რა ათლეტი, ანუ თვალები ჩაშავებული, იმენა განადგურებული და ბოლო რავი ერთი წელი არ მივარჯიშია და რავი მაგას თუ ათლეტობას ეწევი კაი. ხო და არა მეთქი არ ვარ თქო რა. არაო ძალიან მისოყარ თან ნაცნობი სახე გაქვს და სასიამოვნო იყო შენი გაცნობაო და მეთქი კარგად და წავიდა მე. ანუ რავი ეს ძალიან ცნობი იყო, ძალიან ცნობი გამოცდილება იყო და ან ვერ ჩავხვდი რა უნდა და რეალურად რა, იმიტომ რომ რა ათლეტი ხალხორის ათლეტი, ანუ რა ვიცი, ანუ რა ნაცნობი სახე. ძალიან გამეცინა, არ ვიცი რავი. ხო, ნუ ეს ისე კაი არა უშავს. ხო და ახლა მეორე ამბავი. მოკლედ ახლა მორჩი ყველა თავის სწავლას ამ საგანში და დამრჩა, ანუ ეს საგანი არის მაგისტრების საგანი, როგორც იცით. და ასევე არის 6 კრედიტიანი საგანი. ანუ არის ძალიან რთული საგანი და რაც გამოიხატება იმაში, რომ
ზოგადად აქაურ საგნებს არ აქვთ ხოლმე სემინარები რა, მაგრამ ამას ჰქონდა თან 7 სემინარი და დასწრება აუცილებელი იყო რა თქმა უნდა და ქულა გეწერებოდა რა. თან ერთი ქულა გეწერებოდა თვითონ დასწრებაზე, რაც ძალიან ბევრია ხალხო, ანუ აქ 20 ქულიანი სისტემა არის. ნამდვილად მნიშვნელოვანი ის იყო. ასევე კიდევ რაც უნდა მეთქვაგონ, ერთი ქულა გეწერებოდა, ანუ მთლიანად 7 დასწრებაში რა, როგორც მივხვდით მგონი, ხო? ხო და თან კიდე არის ეს საგანი ორად გაყოფილი, აი არს რო ვსწავლობდი ხოლმე აქ იყო რა, ანუ 3 დიდი ანგარიში ქონდა დასაწერი რა, საერთო ჯამში ამ საგანში 3 დიდი ანგარიში, აი უზომოდ დიდი ანგარიშები, ნუ ბოლო იყო შედარებით ცოტა პატარა, მაგრამ ნუ მაინც შრომატევადი რა. ხო და ამ 3 ანგარიშთან ერთად 2 სპიჩი ქონდა გადასაღები, ქარიზმატული სპიჩი უნდა დაგვეწერა და უნდა გველაპარაკა ქარიზმატულად ეს ხელებით და რაღაც გავლენებით და რამე რა და 2 სპიჩი იყო ეგეთი რა. და ამის გარდა არის თეორიული მასალა 11 თავი რა და ნუ 10 თავი არის რეალურად, იმიტომ რომ ერთი თავი არ იყო წასაკითხი და სასწავლი რა, მაგრამ ნუ 11 თავია მაინც რა. და ამ 11 თავიდან ეხლა ეს 11 თავი ვისწავლე ასე თუ ისე ნორმალურ დონეზე, რაღაც გაგებაში რო ვარ, გარტყმაში რო ვარ, რა ხდება და ეხლა უნდა გადავიდე ანუ სემინარების მასალის მოსამზადებლად რა, რაც ცალკე თავი არის. ანუ ცალკე თავებია იქ კიდე და 7 კვირის მასალაა რა. ხო და ძალიან ბევრი მასალაა ხალხო, აი ეხლა განახებთ უბრალოდ რამდენი კონსპექტი, ანუ კონსპექტებს არ ვუკეთებ ხოლმე ზოგადად ანუ პატარა კონსპექტი რა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები და რაღაცები და იმდენი გვერდი გამომივიდა, რომ აი არ ვიცი რავი. ხო და ძალიან რთული არის, მოკლედ ეს სასწავლოდ, იმიტომ რომ 6 კრედიტიანია და ყველანაირად ეცადეს, რომ ეს 6 კრედიტი, აი ძალიან რთული მოსაპოვებელი ყოფილიყო და ნამდვილად გამოვიდათ ჩემი აზრით. ამიტომ მოკლედ ახლა გადავდივარ, რომ ვისწავლო მეორე ეტაპი, ანუ მეორე ნაწილი ამ საგნის რა. ხო და ძალიან მეზარება და ძალიან დავიღალე, მაგრამ ჯერ სად ვარ, ჯერ ეს საგანი ძლივს მორჩი და ახლა კიდე 2 საგანი მაქვს მოსასწრები 5 დღეში, ანუ რანაირი, აი შანსი არ მაქვს ხალხო რა 5 დღეში 2 საგანი რანაირი უნდა მოვასწრო, არ ვიცი, მაგრამ ნუ უნდა გავათენო რა, ალბათ და ეგრე უნდა ვისწავლო, არ ვიცი, ნახოთ. კარგით წავედი ნახვამდის. მადლობა ყურადღებისთვის. ნუკლებ ხალხო გავიღვიძა და ხოლმე გამოცდა რა. და ძალიან ცუდად გრძნობ თავს. აი როგორ ცუდად ვარ იცით? ანუ აი არ ვიცი ხა მეტირება. ანუ რაღაცა მის მაგ თელ ორგანიზმში აი განცდა მაქვს რომ აი არ ვიცი. უნდა დავეცე და აღარ ავდგე აი რაღაც ძალიან ცუდად ვარ. და მე 2 საათზე უნდა გავიდე ნუცასთან და ერთად უნდა გავიმეოროთ ყველაფერი და ანუ აი რა დონეზე მეშინია, რა დონეზე ნერვულობ, რა დონეზე სოდორ ვერ აღიხსნით და ვცდილობ რომ მეორე საგანი ვისწავლო. მაგრამ არ გამომდის, ანუ აი არაფერი არ გამომდის საერთოდ, არაფერი აღარ მესმის, არაფერი არ შედის. მე არ ვიცი, ძალიან სოდორ. მგონია რომ მართლა უნდა გავგიჟდეთ ამ ერთ კვირაში, ანუ ზუსტად ერთ კვირაში მექნება მოშორებული 4 საგანი. აი ეს 3 საგანი რომ მოვიშორო, ყველაზე ბედნიერი ვიქნები, მაგრამ მგონია რომ ანუ იქამდე ვერ გადავსრჩები და ვერ ვიცოცხლებო, მართლა არ ვიცი, ანუ თან ჯერ ყველაზე დიდი მთავარი ნაწილი მაქვს გასაკეთებელი, ანუ ეს საგანი, რაც მაქვს 2, ბოლო 2 საერთოდ არ დამიწყია არც ერთი ხალხო, რა ჯანდაბა უნდა ვქნა, არ ვიცი, ანუ აი მე კაი დავყმარდეთ, ეხლა როგორღაც უნდა მოვიბილოძე ცოტა და გადავიტანო ყურადღება, მაგრამ არ ვიცი რანაირად უნდა ვქნა ეგ, ანუ მართლა არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. არ ვიცი. მოკლედ მგონება ეს არის ჩემი დღევანდელი ლუკი. ძალიან მარტივი და ძალიან ლამაზი, ძალიან მიყვარს ეს ლუკები, აი ფერებიც რო აქვს, ზედმეტი არაფერი არ აქვს. ცოტა არც ძალიან გასასვლელი რო არის, არც ძალიან გამოყრანჭული რო არის, არც ძალიან ბომჟი რო არ ვარ, აი ეს არის ჩემი იდეალური კომბინაცია. აუ და გუშინდანიდან მოყოლებული იცით რას მღერი? ის მყარა რო არის ხო იცით? სახელი მე როგორ აღარ მახსოვს ხარცა ჩემო. ყვავილები შესახეს, მახსენებენ ყოველდღე, ნედაროს ფიქრო. გოდანში შგნები ზისხივებს იტმარ, შენ არ გავხარ სხვას, you're someone I can trust, but you're shying away. But I'm trying for you. მახსენებენ ყოველდღე, ნედაროს ფიქრობ. გოდანში შგნები მზის ხივებს მითმობ.
ასე გამოვედით და დავწერეთ გამოცდამ. და რა ვიცი, 3 საათი კი ვწერეთ და რა ვიცი, აბა ილოცეთ ჩვენთვის, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. ასე თუ გიშონის. ძალიან რთული იყო რა მოკლედ. ჩემი აზრით, ხო აი მე მართლა ნამდვილი მაგისტრატურის საგანი იყო რა. ეხლა ნუცასთან ერთად ვწერო, მე ვიღაცამ არ დამაბრალოთ, რომ იმაშოვიო. აბუქებო რა, იმიტომ რომ ადამიანის მეორეს მყავს გვერდით. ხო და მართლა ძალიან რთული იყო ხალხო და რავი რა ვნახოთ, აბა რა იქნება. ორი საგანი მოშორებული გვაქვს. მოკლედ ხალხო მოვედი სახლში. გვიანია უკვე საკმაოდ უბრალოდ აქ გვიან ღამდება, 11 საათზე ღამდება. ეხლა არის აქ 9:10 წუთებიდან ჩვეულებრივი დღე არის რა, ისო მზე არის. ცნობილია. ხო და მოკლედ ერთი საგნის პირველი თავი ვისწავლე. ძალიან მარტივი თავი იყო და ძალიან საინტერესო სხვა შორის და ძალიან მეძინება და რაღაცნაირად ვარ. მე რა ხა უნდა მოვწერო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ თავიდან და ხო გზა არ მაქვს რა და უცბად ვისავ დარწმუნებული ვარ, ამიტომ ეხლა უნდა შევუდგე უცბად ამის ამოწერას. გამარჯობა მეგობრებო, ახლა არის 6 საათი ზუსტად. და ვიწყებ სწავლას ლოგინიდან, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ავდგები და ვერ დავჭდები ახლა. ძალიან მეძინება. მაგრამ რაღაცნაირად უნდა ვისწავლო. ველოცოთ ჩემთვის, ველოცოთ. ყველამ ველოცოთ. მოკლედ ხალხო, ეხლა ხო 6 საათზე გავიღვიძე დღეს რა. ეხლა ხდება უკვე 4 საათი და ანუ 2 საათში გახდება 12 საათი, რაც ვსწავლობ. გადაბმულოდან ერთხელ შევსვენე საჭმელად რა, ეგეც ძალიან ცოტა ხანი. ანუ ისე მალე გავიდა ჩემთვის დრო. აი ასე მგონია 2 წუთი რაც დავჭექი რა და აი არ ვიცი მართლა. ძალიან უცნაურია და ეხლა ძალიან რთულ რაღაცას ვეშალიშები და ძალიან რთულია რა ზოგადად აი ძალიან რთულია რა ეს რაღაცები გასაგება და მიმდენ რთული საგნები არის რომ აი არ ვიცი ეს საგანი რომ ძალიან მარტივი მეგონა ეს მუსიკის ფსიქოლოგია აი ძალიან რთული ყოფილა რეალურად. მაგრამ ChatGPT ძალიან მეხმარება და მადლობა ChatGPT-ის გამომგონებელს ღმერთო გთხოვ მადლობა. აი არ ვიცი ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი ვინც ეგ გამოიგონა. კაი, წავედი. Ați cum mi-au redră. Nu cu să-ți că uite-vis. Aici am înțeleg că mi-ar da mă ține ce m-am izopel mă. Ei, aman. Hădăm. Hădăm mi-țero. Ჩვენ office ro ამას გააგებინონ რომ მაგრად მეზიზღება. ხო მოკლედ. დამეძინ აი როგორ უნდა ვისაუბრო წარმოიდგინე არ მაქვს ანუ ალბათ 1-2 კვირა ხო არ მიძინია ღონი მართლა. მაგრამ უშავს რაღაცა იქნება. ცოტაც დარჩა და აი ძალიან მალე მოვჩები უკვე რა. დღეს ყოველ შაბათია და ხუთშაბათი და პარასკევი და ვსო. გამარჯობა ხალხო. აი ხანი არ გადამიღია ვიდეო ბოლო ალბათ რა ვიცი რამდენიმე დღე ჩემი ცხოვრება ისე იყო გაგრძელებული როგორც დაგტოვეთ ჩვეულებრივად არაფერი არ შეცვლილა და დღეს მაქვს ზეპირი გამოცდა მუსიკის ფსიქოლოგიაში. ახლა არის 9 საათი არც ანუ 20 უკლია 9-ს და მე მივდივარ ჯერ ვერ მივდივარ რა თქმა უნდა ესე ვერ სადვერტავალ მაგრამ ვაპირებ რომ წავიდე ახლა უნდა გავემზადო დიდი თავდაკი 8-ზე ნუ გამეყუდა უბრალოდ ეს დღეები რომ სულ 6-ზე 5-ზე ვდგებოდი ანუ უკვე ვეღარ ვიძინებ რა მაგრამ ალბათ იმედია განმოვეჩვევ ისე ჩვეულებრივ ადამიანურ გრაფიკს და ხო მოკლედ უნდა გავემზადო უნდა წავიდე და გაის და ესე დღეს მთავრდება ჩემი წვალება და 2 კვირაში შევხვდებით ერთ ბოლო გამოცდაზე და სო ეს არის 25 ივნისს და ცოტა ხანი მექნება ამასუნ თქვისთვის და გამოძინებისთვის ყოველ შემთხვევაში ამიტომ მედია ყველაფერი კარგად ჩაივლის დღეს ძალიან ნერვიულობ ჩემი პირველი გამოცდა არის ზეპირი ეგეც ინგლისურად
ძალიან უცნაურია, მაგრამ ძალიან რაღაცა მაინტერესებს რა როგორ იქნება და როგორ მომეწონა, იმიტომ რომ ყოველთვის მომბობდი რომ მეთქი ზეპირი გამოცდები დააბრუნეთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია, უნდა ილაპარაკო რა და დაწერა ძალიან მეტარება ხოლმე ყოველთვის. ამიტომ ნახოთ. კაი, ეხლა და ჩვენ დაგიბრუნდებით გამოცდის მერე ან გამოცდამდე, ვიცი. მაგრამ ახლა მოვდივარ და ისეთ მთავრ ისეთ იმს, აი ძალიან ძიმს. და ცოტა შივა, მაგრამ ნუ თვითონ მოჩვე კიდე კარგი. მაგრამ ძალიან ლამაზია აქაო, რომ აი გენც ყველაზე მეტად უხდება ეს წვიმა და ეს ნისლი და აი არ ვიცი, ძალიან უხდება. ძალიან იმენა. ეს არის ამის ქალაქი რა, ანუ ამაზე უკეთესი არ ვიცი რა შეიძლება რომ იყოს. უკეთ მეგობრებო, ახლა მოვედი, მქონდა ეს ზეპირი გამოცდა, რასაც ძალიან ნერვიულობდი, ახლა მინდა მოგიყვეთ ეს ამბები, იმიტომ რომ ძალიან გახარებული ვარ, აი უზომოდ გახარებული ვარ. მოკლედ თავიდან ანუ 30 წუთი გაქვს მომზადების პერიოდი და 30 წუთი გაქვს გამოცდა ლექტორთან ერთად რა, ანუ ლექტორთან და ზიხარ და ლაპარაკობდა. ნუ ამ 30 წუთზე რომ ნახე ჩემი საკითხები რაც იყო ეს დაახლოებით 6 თუ 7 საკითხი იყო. ანუ რომ ნახე, ანუ აი ძალიან შემეშინდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი კითხვა იყო ორი რა, მაგედან აი ძალიან ინტრიგნული რა, ხო და მეთქი დამერხავსო რა. მაგრამ ნუ რაღაცები ჩემი ფსიქოლოგიის გამოცდილებიდან, ცოდნიდან, რაღაცებიდან ყველაფერი გავხსენე რაღაც და ნუ მოკლედ მოვაბი თავი რა, მე შემიყვანა და მოკლედ დავსხედი და დაიწყო მანახელობა რა კითხვები ამოგივიდაო და რაღაც და ნუ ვანახე რა რაც ამომივიდა და აი მე ეს კითხვა რატომ ამოგივიდაო რა შევეცოდე რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ეს კითხვა ძალიან ისე მაქვს დაწერილიო რა, ცოტა რთული არისო რა, გასააზრებლად და რამეო და მივხვდიო, ჩაწვდიო პრინციპსა და მეთქი, აი გეტყვით მეთქი ხარას ვფიქრობ მეთქი და მე თქვენ მითხარით რამდენად სწორად ჩავწვდით თქო რა. ხოდა მაგაზე რომ დავიწყე ლაპარაკი და რაღაცა ძალიან მოეწონა რა, რომ აი ზუსტად ძალიან მაგარი კითხვა, ძალიან კარგი პასუხი იყო რაღაცა, ესე გააგრძელეო რა. მაგაზე ცოტა მომეცა მე ეს რაღაცა ხო ხვდებით და მე გადავიდი მეორე კითხვაზე. მეორე კითხვა ძალიან კარგი იყო, აი რაღაცა კამფეტი კითხვა იყო და მოკლედ მეორე კითხვაზე რომ გადავიდი და რომ დავიწყე ლაპარაკი, ნუ რა კითხვა დაგისვა არ ვიციო რა, ხო და ანუ ცოტა ხანი მომეციო დრო რა, რომ დავფიქრდეო, იმიტომ რომ ყველაფერი თქვიო რა და ცოტა ხანი დამაცადეო რა, რომ ვიფიქრო რა შეიძლება რომ დაგისვაო რა კითხვა. მეთქი კარგი, ვიდით, ვიფიქრეთ. მანამდე გადახედეო შე რაღაცებს, ანუ ვარ ეს რაღაცა და მე მეკითხება რაღაცა ვითომ ძალიან ჩამწრელ კითხვას რა. მე ეგრევე გამახსენდა რა თქმა უნდა ქალბატონი თამარ გაგოშიძე იმის რაღაც ლექციაზე გაგონილი რაღაცა კონკრეტული ეს რაღაც მაგალითი და მე მაგალითი უთხარი და ნუ აი რა ვიცი, ძალიან გაუკვირდა უკაც და ნუ კაიო რა. ანუ კიდე და ესე რა ქვია, შემდეგი კითხვაზე გადავიდეთო რა. ამ კითხვაზეც რომ მოვშით და რაღაცა მე უკვე რომ ანუ მითხრა რომ ცოტა მოკლედ გაეციო პასუხიო რა. რომ ამ რაღაცა კითხვა მოვიფიქროო რა, დაგისვაო რა. ხო და ნუ ეს არის რა ვიცი, ხა მე ვეცადე ყველანაირად და მოკლედ გავცემოდი რა, პასუხი გამეცა უფრო სწორად პასუხი რაღაც და ნუ აი მაგასაც ეს ზის და მიყურებს და არ ვიცი რა კითხვა დაგისვაო რა და კაი აბა მითხარიო აი ამ რაღაცასა კონკრეტული რაღაც ასოციაციური დასწავლა იყო მუსიკის კოგნიციაში რა ტოვჩანორ ესე არ ვიცი მუსიკის იმაში რა და ასოციაციური დასწავლაზე იყო გამოხმაურება ყველაფერი და აბა მითხარიო როგორ შეიძლება რომ გამოვიყენოთო რა ეს ასოციაციური დასწავლა და ნუ მე დავფიქრდი როგორ შეიძლება და რაღაცა უთხარი რომ ანუ ადამიანი მეთქი რაცა რაღაცა დაკვრას სწავლობს მეთქი ან რაღაცას დაკვრას სწავლობს ხო და რაღაცა ანუ რეალურად ასოციაციურად უკრავთ თქო რა იმიტომ რომ ანუ ვიცით თქო რა რომ კონკრეტული ეს რაღაცა თუნდაც ხელის ჩამოყრა და რაღაცა კონკრეტულ ანუ კონკრეტულ გერასთან არის თქო დაკავშირებული და მაგის მიხედვით სწავლობ თქო რა ხო და ეგეც ძალიან მოეწონა რა მე ხო, მე კიდე ერთ მეორე თემაზე გადავედით, ან მესამე მეოთხე კითხვაზე გადავედით მე და ნუ მე ამ მეოთხე კითხვაზეც ძალიან კარგად გავეცი პასუხი და ნუ მაგაზეც რაღაცები ჩამეკითხა. ოღონდ ანუ ეს კითხვა იყო რაღაცა ემოციების თეორიაზე რა, basic emotion theory-ზე იყო და ანუ ამ კითხვაზე მკითხა რომ აი შენი აზრით რა შეიძლება ვიყოსო ამ თეორიის მთავარი პრობლემა კი არა, ანუ თვითონ როგორც evidence based როგორც იყო რა, evidence-ის მთავარი პრობლემა რა შეიძლება იყოსო და მაგას გამახსენა ეგრევე ეს ჩემი კროსკულტურულის ნაროლიავები რაღაცეები რომ რაღაცა ანუ უმეტესად ფსიქოლოგია არის western ფსიქოლოგია და არა ფსიქოლოგია უნივერსალური რაღაც და მაგალითად ველაპარაკე მე და ნუ მაგაზეც ძალიან კიო რა ეგ არის ზუსტად და ძალიან ისე მიყურებდა რა მეგონა უბრალოდ უკვე მეგონა რომ ეგონა რომ რაღაცები ვიშათლახე და გადავწერე და რამე იმიტომ რომ მართლა ძალიან რაღაცნაირად მიყურებდა რა აი მართლა ძალიან რაღაცნაირად მიყურებდა და ეს აკეთებდა და მე ეგეც რომ მოვში და მე ბოლო კითხვაზეც რომ უპასუხე აი არ ვიცი რა მოკლედ არ ვიცი მართლა აღარ მოკითხებიო რა ხო და მე რომ მოვშით და რაღაც ხელი უნდა მომეწერა და რაღაცა ხელი რომ მოვაწერე მე მკითხა რომ აი ძალიან კარგი სტუდენტი ხარო რა და ძალიან მაგარი გოგო ხარო რა და აი ყველაფერს წარმატებებს გისურვებო და აი ეგრევე გეტყობაო რა ყველაფერი ძალიან კარგად გაგონასწავლია და ზოგადად ძალიან ტალენტით ხარო რა და მე მაგაზე არ ვიცი ძალიან
ცდილობდი რომ არ შემემჩნია რომ ვითომ რაღაცა ძალიან ეს ანუ ესე ყოფილიყავი მაგრამ ვერა და ძალიან ბავშვით მიხაროდა და იმენა ძალიან ესე ვიყავი და მეთქი ძალიან დიდი მადლობა თქვა და რაღაცა მე მეკითხა რომ ისე საიდან ხარო რა და მეთქი საქართველოსდან ვარ თქვა და რაღაცა რომელ კურსზე ხარო მაგისტრაზე სწავლობა და არა მეთქი ის ვარ თქვა რა ქვია ბაკალავრის ვარ თქო რა და რომელ კურსზე ხარ მეოთხეზეო და მეთქი არა მესამე კურსზე ვარ ჯერ ხო და მაგაზე მითხრა მე რომ მაგისტრატურასო აქ ხო არ აპირებო ჩვენთანო რა და მეთქი არ ვიცი თქო ჯერ მაგრამ ალბათ მეთქი აღარ თქო რა ხო და რა ვიცი ყოველთვისო შენაირი სტუდენტები ყოველთვის ძალიან გვინდაო რა და ყოველთვის იმას პრინციპებსო თუ რაღაცა ეგეთი და მეთქი ძალიან დიდი მადლობა თქო და მე გარეთაც რო გამომაცილა და რაღაცა მე მაგროსაც მითხრა რომ ძალიან მაგარი გოგო ხარო და ძალიან თელენტით ხარო და ესე გაგრძელეო რა და კიდე ის მკითხა რომ ისე რა ქვია ფსიქოლოგიის სტუდენტი ხარო თუ მუსიკისო და არტებისო რა და მეთქი ფსიქოლოგიის თქვა და ხო ნუ ცხადზე იყო ისედაც ეგო და აი ძალიან გამიხარდა ხო აი არ ვიცი ეს ანუ უკავშირი ლექტორებისგან ზოგადად ანუ საქართველოში უკავშირი კი მიმიღია კარგი მაგრამ საქართველოში ლექტორები პირდაპირ არ გეუბნებიან რომ მაგარი გოგო ხარა მაგრამ ისე გიქცევიან რომ ხვდები რომ კარგი ხარა მაგრამ ესე პირდაპირ ესე უცხო ქვეყანაში უცხო ადამიანმა თან ეგეთმა მკვლევარმა და ეგეთმა კაცმა აი არ ვიცი ძალიან მიხარია და აი ძალიან ბედნიერი ვარ ხა აი არ ვიცი ყველანაირი ყველა წუთი და ყველა ჩემი ცრემლი ღირდა ამად აი მართლა არ ვიცი ძალიან მიხარია ცოტა ტრაბახი მაპატიეთ რა ცოტა ტრაბახი მაპატიეთ იმიტომ რომ ბოლო ორი კვირა იმას უწუწუნებ რომ მეთქი არაფრის მაქნისი მე არ ვარ თქო და ერთი ორი სიტყვა ჩემთვის ძალიან კარგი გახვეწებით არ გამებრაზდეთ და მაპატიეთ ახ ძალიან ბედნიერი ვარ ეხლა წავედი გავრეცხოთ სარეცხი და სხვათა შორის ერთი რაღაცის ხმა დამოვიწყდა კიდე ძალიან საყვარელობა ანუ სანამ შევიდოდი მოკლედ ასისტენტმა ამიყვანა რა ერთი გოგო იყო აზიელი და ხო ნერვიულობა რა და მეთქი ცოტა კი ის ხო იმიტომ რომ ანუ ეს ზეპირი გამოსდა არ მქონია თქო რა არასდროს და ცოტა ძალიან ნერვიულობა მეთქი და მაგაზე მითხრა რომ საიდან ხარო ისე ძალიან მიკურსო რომ არ მქონია თო რა ზეპირი გამოსდა და მეთქი რავი საქართველოსდან ვარ და არ მქონია თქო და მე მაგაზე მითხრა რომ that's why you are so beautiful რა ხა და ძალიან გამიხარდა მეთქი ძალიან დიდი მადლობა თქო და ძალიან ლამაზები ხართო ქართველებიო რა კაი ხო მორჩი ყველა ემოცია უნდა გავაკრო ეხლა და უნდა ჩავიტანო ეს სარეცხი გავრეცხო ბაი ახლა ვაგა ჩემი ოთახი ძალიან სუფთა ყველაფერი ძალიან მიხარია სარეცხიც გარეცხილია მეც ბედნიერი ვარ და აი ასე ხიარულ ნოტაზე მინდა რომ დავასრულო მოკლედ ჩემი ვლოგი. ხო და რა ვიცი მეგობრებო, მადლობა ვინც უყურეთ. გამოიწერეთ არხი. აი ასე ნამდვილი იუთუბერივით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye.